რა გეგმა აქვს ოპოზიციას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე? ხელისუფლების ოპონენტების მოქმედების სქემა ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციებმა შედეგი უკვე გამოიღო და ახლა პროტესტის კიდევ უფრო გაფართოებაა საჭირო. მმართველი გუნდი კი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს რეალურ საკითხებს დაუთმონ ყურადღება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ვფიქრობ, რომ აქციებმა სერიოზული შედეგი მოიტანა. ხედავთ სანქციებს, ხედავთ ერთ მხრივ ცალსახა პოზიციას, რომ აღიარება არჩევნებს არ აქვს, აღიარება ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს. ჩვენ შევძელით და ძირითადი დელეგაციები, ვინც ჩამოსვლას აპირებდა, შეცვალეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ აღიარებენ ქართულ ოცნებას, როგორც ხელისუფლებას. ამიტომ ეხლა შემდეგი ეტაპი არის, რომ გავშალოთ კიდევ უფრო აქციები, პროტესტი და მეტი ერთიანობა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოთ. როდესაც წინააღმდეგობის მოძრაობა არის ავტოკრატიულ რეჟიმში, გეგმებს ესე არ ამხელენ. იმიტომ რომ გეგმებს როცა ამხელენ, მერე ესენი აი ესეთ სპექტაკლებს დგამენ. ან გეგმებს არ ამხელენ, მაინც ასეთ სპექტაკლებს დგამენ. საერთოდ ზოგადად სპექტაკლებს დგამენ. ამიტომ რა გეგმაზე გინდათ ველაპარაკოთ, აბა? არ არსებობს ესეთი გეგმა. ჩვენ გვაქვს მუდმივი კოორდინაცია ერთმანეთში იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ივანიშვილი მოყვეს იზოლაციაში. ფაქტია, რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესები შეცვლილი გეოპოლიტიკა, რომელიც აუცილებლად პოზიტიურ პროცესებს დაუდებს სათავეს, განაპირობებს შემდგომ პოლიტიკას, შემდგომ სტრატეგიას ოპოზიციურ შემადგენლობაში. მე ვფიქრობ, რომ დროა იფიქრონ არჩევნებზე, რომელიც სულ მალე ერთი წელიც არ დარჩა, ჩატარდება. რაც უფრო მეტ ღვაწლს დაანთხევენ, რასაკვირველია, მეტ უფრო დამძიმდება მათი მდგომარეობა ზოგადად პოლიტიკურ ველზე.